სიმართლე მინდა გითხრათ, ვითარება კიევში არ არის ძალიან ერთგვაროვანი. ყოველ შემთხვევაში არის რამოდენიმე მოსაზრება, ორი ძირითადი მოსაზრება არის ერთი რომ არა ჩვენმა პრეზიდენტმა არ უნდა მოიხადოს არანაირი ბოდიში და ჩვენ ასე გავარკვევთ და მეორე განცხადება რომ ეს ყველაფერი რაც მოხდა იყო დიდი დანაშაული ზელენსკისა მისი წინდაუხედავი პოლიტიკისა და მან აუცილებლად უნდა ვთქვათ ბოდიშიც მოიხადოს და გააკეთოს ყველაფერი იმისათვის რომ აი ეს თავარი მეკავშირე რომელიც დღეს ასე ვთქვათ წვეთოვანზე ყავს უკრაინა რომელსაც დღეს წვეთოვანზე ყავს უკრაინა დაუბრუნდეს უკან და მისცეს საშუალება თუნდაც უკრაინას უკრაინის შეერაღებულ ძალებს აქ არ არის ინდივიდუალური პიროვნებებზე საუბარი არის უკრაინაზე როგორც სუბიექტზე საუბარი არის როგორც ქვეყანაზე რომელიც ომში არის ამიტომ ისინი თვლიან რომ ხელმძღვანელობამ პარლამენტმა თვითონ პრეზიდენტის ოფისმა უნდა გააკეთოს ყველაფერი იმისათვის რომ ეს დააბრუნოს უკან. საუბარი იმაზე რატომ მოხდა როგორ მოხდა ალბათ ამას ჩვენ შემთხვევაში ადგილი არ უნდა ქონდეს ვინაიდან ყველამ ნახეთ რაც მოხდა და ყველას თავისებური აღქმა აქვს იმ სიტუაციისა რაზე შეიძლება გამოდმებით საუბარი. თქვენ რას ფიქრობთ თქვენი აზრით რა იქნება უფრო სწორი აი პირველი თუ მეორე ვერსია რაზეც ახლა საუბრობდით მე გეტყვით როგორც სამხედრო პიროვნებას როგორც ადამიანს რომელსაც ჯარისკაცის სიცოცხლე მიაჩნია უპირველეს ყოვლისა ჩემთვის რა აქვს მნიშვნელობა ვის როგორ რანაირ პირობებში ჰქონდა თავისი პოზიციის გამოხატვის უფლება ყოველ შემთხვევაში გეტყვით იმას რომ ნებისმიერი ჯარისკაცის სიცოცხლე არ ღირს არანაირ პარტავნობა და არ ღირს არანაირ მოიხდი ბოდიში და არ მოიხდი ბოდიშიც უნდა მოიხადო მე თუ მკითხავთ და მუხლებზეც უნდა დადგენ იმისათვის რომ შეერთებულმა შტატებმა გააგრძელონ ის დახმარება რომელიც დღემდე მათ ჰქონდათ აქ საუბარი არ არის რაღაც ასე ვთქვათ უნიკალურ ვარიანტზე საუბარი იყო იმაზე მხოლოდ რომ მოეწერათ მინერალების ხელშეკრულებაზე ხელი რომელიც გამზადებული იყო რომელიც წინასწარ იყო შეთანხმებული რომელიც უკვე ასე ვთქვათ ორივე მხარის მიერ იყო რამოდენიმეჯერ დამუშავებული რომელსაც ერთი და მეორე მხრიდან ჰქონდა უკვე დადებითი ასე ვთქვათ გამოხმაურებები ერთადერთი ასე ვთქვათ დარჩენილი რაც იყო ის იყო ხელის მოწერა ამაზე და ამიტომ მე დღესაც ეს ვთვლი რომ ზელენსკის და მის ოფისს და ყველას უნდა გაეკეთებინათ მაქსიმალური იმისთვის რომ ეს ყველაფერი შემდგარიყო მომხდარიყო და შემდგომ ეს ჩაგირთვებით თუ შეიძლება თქვით რომ აი ბოდიშიც უნდა მოიხადოს თუ საჭიროა მუხლებზეც უნდა დადგეს თქვენ ფიქრობთ რომ ერთი ბოდიში ზელენსკის ერთი ბოდიში შეატრიალებს ახლა ამ ვითარებას ცოტა რთულად დასაჯერებელია რომ ახლა ამ ეტაპზე ეს იქნება საკმარისი იცით ამ ეტაპამდე არ უნდა მივიყვანოთ მე მაგალითად გეტყვით რომ აქ ადგილობრივებს და ფოტოშორის ძალიან დიდ ნაწილს მოსახლეობისას ისეთ წარმოდგენა აქვს რომ აი ტრამპის დღევანდელი საქართველოს და ტრამპი ეს არის სტარკისებული ზელენსკი მის პირველ დღეებში როდესაც იგი მოვიდა ხელისუფლებაში აბსოლუტურად მისი რიტორიკა მისი მოთხოვნილებები მისი აზროვნება რაღაცნაირად ну ასე ვთქვათ აი ასახავს იმას რაც ხდებოდა უკრაინაში 2019 წელს ერთი ბოდიშის მოხდა არ ვიცი მე როგორ ვთქვით მაგრამ ერთი ბოდიშის მოხდა ალბათ არ იქნება საკმარისი აქ არის საუბარი იმაზეც კი რომ რაღაცა მოდალობები მოძებნოთ რომ ზელენსკიმ ასე ვთქვათ თავისი ამ პარტნიორობა არ დაკარგოს და აგრძნობინოს ამერიკელების მხარეს რომ იგი იხდის ბოდიშს თუნდაც იმაში რომ იგი ჩაიცვალოს სამოქალაქო კოსტუმს შეხვედრაზე მიო ამით აგრძნობინებს რომ იგი დამნაშავეა მე ვთვლი რომ ეს არ არის მართალი მე ვთვლი რომ ამას ვერბალური გამოხატვა ჭირდება ვინაიდან აქ რუკაზეა და აქ მაგიდაზე არის უკრაინის ბედი და იღბალი აქ არ არის საუბარი ვინ მოიგებს არჩევნებს და რეიტინგზე უნდა დავანებოთ თავი იმაზე ლაპარაკს რომ აი პატარა ბიჭები ვარ და ვეჯიბრები თვის უფრო მაღალი რეიტინგი გვაქვს. რეალურად დღეს ტრამპი არის შეერთებული შტატების უზარმაზარი ქვეყნის, უძლიერესი ქვეყნის, უძლიერესი სამხედრო პოტენციალის მქონე ქვეყნის პრეზიდენტი. მას შეუძლია გადაწყვეტოს ბევრი საკითხი. ის თემა, რომელზეც იგი საუბრობდა, იძახდა, რომ უკრაინის პრეზიდენტს არ აქვს კარტი, ეს ბუკვალურად ნუ გაიგებთ კარტი ხელში. ეს არის საუბარი იმაზე, რომ დღეს უკრაინა არ არის იმ მდგომარეობაში, რომ თავისი ასე ვთქვათ, რაღაცა პირობები წააყენოს. საუბარია იმაზე, რომ ამერიკელი შეერთებული შტატებმა და პრეზიდენტმა თავისი სურვილი, თავისი დიპლომატიით მოახერხოს ქვეყნისათვის მშვიდობის ასე ვთქვათ მოპოვება. ამაზეა საუბარი მეტი არაფერზე თორე ჩვენ რა თქმა უნდა
დღეს დილიდან გავიღვიძეთ და ის ახალი ამბავი რომ ტრამპმა შეაყოვნა, ასე ვთქვათ, სამხედრო დახმარება, ეს აბსოლუტური ტრაგედია არის იმ ხალხისთვის. ამას კითხავ, თუმცა ხო, ბატონ არჩელა, მინერალების შეთანხმება ომს შეაჩერებდა, ასე ფიქრობთ? არ არის მინერალების შეთანხმებაზე ლაპარაკი, მინერალების შეთანხმება იყო ის არა, ნუაურებთ ერთმანეთში მინერალების ხელშეკრულება ეს იყო უბრალოდ ფორმა ურთიერთობისა, შემდგომი ეკონომიური ურთიერთობისა ქვეყნებს შორის, რომელიც იქნებოდა ჩართო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც დაიწყებოდა შემდეგ უკვე მოლაპარაკება კონკრეტული ჯგუფებისა, უსაფრთხოების გარანტიაზე, ცეცხლის შეჩერებაზე, არჩევნების ჩატარებაზე და ასე შემდეგ. ეს იყო ის ჩართო, რომელსაც უნდა მიეცა საშუალება უკრაინელების დიპლომატიას და ამერიკელების დიპლომატიას რაღაცნაირად წინ წაეწია შემოერთებინა რუსეთის ფედერაციის მხარე და ბოლო მომხდარიყო რაღაც სამშვიდობო ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა. თუმცა არის მაინც ეს ვერსიაც, რომ ხომ არ იყო თეთრ სახლში მომხდარი პროვოკაცია, მერცის განცხადებაშიც იყო ეს ვერსია, თქვათ, ამიტომ გეკითხებით ამ ვერსიასაც აქვთ არსებობის უფლება. რა თქმა უნდა, ვერსიები უამრავია, იმიტომ გითხარით, რომ ის თემა რაც მოხდა, თემა იმის, ასე ვთქვათ, გარჩევის რა მოხდა და როგორ მოხდა და სამდენ და რანაირად და რატომ ამას შეიძლება ჩვენ ბევრი რამე არ ვიცით რა უსწრებდა ამას ყველაფერს წინ, არ ვიცით რა საუბარი იყო, არ ვიცით როგორ მოხდებოდა ეს ყველაფერი ცერემონიალი ჩატარება, არ ვიცით რამ განაპირობა, არ ვიცით, ძალიან ბევრი არ ვიცით. ამიტომ ისე ვიზუალურად რაც დავინახეთ, ვიზუალურად ფაქტია ის არის, რომ მე თვითონ გახდით 6 წლის განმავლობაში შეერთებულ შტატებში და ოვალ ოფისში ჩვენი პრეზიდენტების, რამოდენიმე პრეზიდენტი, მithumetes შევარდნაძესი, ბატონი მიხეილ სააკაშვილის შეხვედრებზე თუ არ დასწრებული და ვიცი რა დონის პროტოკოლი არის იქ გათვალისწინებული, რა დონეზე ხდება, თუნდაც თემის შეთანხმება, თუნდაც სასაუბრო, ასე ვთქვათ, პოინტების შეთანხმება, ეს ყველაფერი ნაბიჯ წუთზე არის გათვლილი, ამიტომ იქ რაღაცა ექსტრავაგანტული, ასე ვთქვათ, გამოჩინება და თავის წარმოდგენა არ არის სასურველი, იქ სასურველი არის უბრალოდ გამოჩენა პრესაზე, გაკეთება ერთი განცხადების და შემდგომ ჩაატარო ისთვისაც ჩაფრენდით 3000 კილომეტრის იქითკენ. აი ბატონო არჩელ, თუ დადასტურდა საბოლოოდ ეს გავრცელებული ცნობა მედიის მიერ, რომ ტრამპი შეაჩერებს უკრაინის დახმარებას, როგორ აისახება ეს ფრონტის ხაზზე? ძალიან ცუდად. მე მგონია, რომ ეს უკვე დადასტურებულია, ვინაიდან მას აქვს, ასე ვთქვათ, თავისი ექსკლუზიური უფლება შეაჩეროს. არ არის ლაპარაკი საერთოდ შეწყვეტოს, შეაჩეროს ეს დახმარება, ის დახმარებებიც, რომელიც ტრანზიტში იმყოფება. აისახება ძალიან ცუდად, იმიტომ რომ რეალურად მთელი ტექნოლოგიები, მთელი, ასე ვთქვათ, სამხედრო აი დღეს ის მაღალი ტექნოლოგიები, რომელიც უკრაინაში შემოდის, ეს არის რაკეტები, პატრიოტების რაკეტები, უამრავი სხვა ტექნოლოგია, დაზვერვის ინფორმაცია, სტრატეგიული დაზვერვის ინფორმაცია, მე არ მაქვს ოპერატიულზე საუბარი. შემადგენელი ნაწილები, ოპტიკა, ასე შემდეგ, ეს ყველაფერი არის აი დღეობით ფრონტის წინა ხაზისთვის, აი ის მნიშვნელოვანი ის ხერხემალი, რომელიც გარშემოთ უკრაინელები დღეს ცდილობენ წინააღმდეგობა გაუწიონ ამ დრაკონს. ხო აი იყო სხვათა შორის საუბარი, რომ პოლონეთშიც არის ტრანზიტული ნაწილი გაჩერებული, რაც უკვე შესაძლოა ვეღარ აქაც არის ლაპარაკი იმავე ჩამონათვალზე, რაზეც საუბრობდით და დაზვერვაზე მინდოდა დამეზუსტებინა, ამაზეც ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შეიძლება დაზვერვას ის არ შეეხოს. დაზვერვასაც შეეხება პირველ რიგში, ეგ არის ასე ვთქვათ ძირითადი, იმიტომ რომ ეს არ არის ის პარტიზანების მასშტაბის ომი, ეს არის მასშტაბი უზარმაზარი, სადაც მილიონი კაცი ერთი მხრიდან, მილიონი შეღრებული მეორე მხრიდან და ამიტომ იქ ზურგში რა ხდება, იქ სამხედრო პოტენციალი, ლოგისტიკა, ჯარების გადაადგილება, ქვედან არმიების გადაადგილება ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორს ახდენს საერთოდ ომის მსვლელობაზე, დაგეგმარებაზე და ასე ვთქვათ, წარმართვაზე ყველანაირი სამხედრო ოპერაციის. ამიტომ ის ინფორმაცია, რომელიც მოდიოდა ამერიკელების მხრიდან, რა ობიექტების მდებარეობა, რისი დაბომბვა, სად რა ხდებოდა, როგორ ხდებოდა, სად რა იარაღს მიუწვდენდნენ, ეს ღრმა დარტყმები რო ხდებოდა, რა გონიათ, ეს ყველაფერი ასე ვთქვათ, ხებზე იყო მოტანილი. არა, ინფორმაცია ყველა ამ სამხედრო ობიექტებისა, რომელიც რუსეთის ფედერაციის სიღრმეში იყო და არის განლაგებული, ეს ყველაფერი დაზვერვის ინფორმაციის საფუძველზე ხდებოდა.
კი ბატონო, ვისურვოთ რომ ყველაზე ცუდი სცენარი არ ახდეს, მაგრამ თუ ეს მაინც თქვათ ასე მოხდა, რა შეუძლია ამ შემთხვევაში ევროკავშირს? რა ნაწილში შეუძლია ამ დახმარების ჩანაცვლება და დროში როგორ შეიძლება იყოს ეს ამბავი? დროში ძალიან ასე ვთქვათ შეზღუდული ვადებია. მე მგონია რომ ის რეალურად ის შესაძლებლობები, რომლებიც დღეს უკრაინას გააჩნდა თავისი პარტნიორებისგან დაახლოებით 6 თვის განმავლობაში თუ იქნება საკმარისი, ამიტომ ევროპელებს ძალიან ცოტა დრო გააჩნიათ იმისათვის, რომ რაღაცა კარდინალური გადაწყვეტილებები მიიღონ, მაგრამ რეალურად ისეთ მინდა იცოდეთ, რომ 50% დახმარებისა, რომელიც შემოდიოდა უკრაინაში სამხედრო დახმარებისა, საფინანსო დახმარებისა, ეს ყველაფერი შეერთებულ შტატებს ქონა თავის თავზე აღებული. დღეს თუ ეს დახმარება შეწყდება, მე არ მაქვს ლაპარაკი მხოლოდ სამხედროზე, ამიტომ ფინანსურ დახმარებაზე, რომელიც ხელს უწყობდა აქ ელექტროქსელების აღდგენას, რა ვიცი, მილიონს სხვა რაღაცა, ასე ვთქვათ, სტრუქტურულ და ლოგისტიკურ, ასე ვთქვათ, სამსახურებს შეეხებოდა, ეს ყველაფერი შეიძლება შეჩერდეს. ამიტომ რამდენად უცებ მოახდენენ ევროპელები ამის ორგანიზებას, იმიტომ რომ ევროპა როგორც დღესდღეობით არ არის ისეთნაირად ორგანიზებული, როგორც დღევანდელი მოთხოვნებებია, როგორც დღევანდელი, ასე ვთქვათ, ომის მსვლელობა მოითხოვს, ამიტომ იმედი უნდა ვიქონიოთ იმისათვის, რომ ევროპაში გამოჩნდება ისეთი ლიდერი, რომელიც მაგალითად არ ვიცი, ეს გერმანელები იქნებიან, ფრანგები, რომელიც თავის თავზე აიღებს ყველაფერს და ნაწილობრივ მაინც ჩაანაცვლებს შესაძლებლობებს. ნაწილობრივ ეს უნდა მეკითხა, თქვა სრულფასოვნად ვერა, მაგრამ იმდენად მაინც რომ ან სტატუს quo შენარჩუნდეს ფრონტის ხაზზე მკვეთრად არ გაუარესდეს ვითარება. აი ეს ნაწილობრივი დახმარება, რაც რეალისტურად მიგაჩნიათ ახლა შეადარეთ ერთმანეთს, მაგალითად რამდენი რა თანხა დახარჯა უკრაინამ დღეს ომის მსვლელობაზე, რა თანხა ხარჯავს რუსეთის ფედერაციაზე, ეს თანხა რას შეადგენს მისი, ასე ვთქვათ, მისი შესაძლებლობებისას და აქედან გამომდინარე, ყველა ვიცით, რომ უკრაინელები ხარჯავენ დაახლოებით 1/13 იმისას, რასაც რუსეთის ფედერაცია ხარჯავს. ამიტომ აი 1/13-ში რასაც თქვენ მეკითხებით, 50% ბიუჯეტისა ეს ყველაფერი არის მეგობარი ქვეყნების მიერ გადმოწეული. ამიტომ ფიქრი და არ ვიცი რა გითხრათ კონკრეტულად რა იქნება შესაძლებლობები 50% ბიუჯეტისა, როცა დონაციაზე იმყოფება და როცა სასიცოცხლო სახსრებს გაწვდიან იმისათვის, რომ ეკონომიკა არ დაიშალოს. კი, ბატონო არჩილ, ბოლოს გკითხავთ თავდაპირველად ტრამპიც აყენებდა ასე ხომ საკითხს, რომ აი დიქტატორი არჩევნების გარეშე, როდესაც ის ლაპარაკობდა ზელენსკიზე და როდესაც მიანიშნებდა არჩევნებზე. შემდეგ თითქოს შეიცვალა ეს ამბავი, მათ შორის უკრაინაში შიგნით ოპონენტების გამოხმაურებების შემდეგ, მათ შორის იყო პოროშენკო. ახლა შეიძლება ვითარება ისე შემოტრიალდეს, რომ ეს საკითხი დადგეს ისევ კიევში დღის წესრიგში. ოვალური კაბინეტის შემდეგაც რესპუბლიკელებმა ახსენეს, რომ ზელენსკი უნდა შეიცვალოს ან გადადგეს. აქ არის ზელენსკის მიმართ მოთხოვნები წაღინებული, აქ არის ლაპარაკი ერთიანობაზე. მე დღესაც ვთვლი, რომ უკრაინაში ყველა პოლიტიკური პარტია ერთიანია ომის, ასე ვთქვათ, მიმართებაში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, ამიტომ იმ არჩევნებზეც მაგალითად რაზეც საუბრობს ნებისმიერი მხარე, ევროპელები იქნებიან თუ ამერიკელები იქნებიან, მე არ მგონია ბევრი, ასე ვთქვათ, მომხრე ყავდეს, ვინაიდან ბევრი წინაპირობა არის იმისა, რომ ჩატარდეს ნამდვილად თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნები. ამიტომ დღეს არჩევნების ჩატარებაზე საუბარი არ არის, შეიძლება იყოს რაღაცა პირადი გადაწყვეტილებები მიღებული, თუნდაც მაგალითად ზელენსკის გადადგომა. ეს შეიძლება მოხდეს ელოდებით ამას თუ კი კიდევ გამძლევრდება ამერიკასთან. მე მაგალითად მორალური მხრიდან გამომდინარე, როდესაც ხედავთ, რომ თქვენი ქვეყანა იღუპება და თქვენი შვილები, ასე ვთქვათ, უაზროდ ეწირებიან, ასე ვთქვათ, ამ ხურცის საკეფ მანქანას, შეიძლება რაღაცა კარდინალური გადაწყვეტილებების მიღებას. შეცვლის რამეს ეს კარდინალური გადაწყვეტილება, მანამდე ნათქვამი აქვს, რომ თავის თანამდებობას ნატოში ცვლის. ეხლა ამბობთ, რომ შტატებთან ურთიერთობის დაალაგებაში უნდა გაცვალოს ან შეიძლება გაცვალოს. ვცენოთ, რომ ზელენსკი რომ მოდიოდა, მაშინ თქვა, რომ მე თუ მშვიდობა ვერ დავამყარე, მე აქ აღარ გავჩერდები. მაგრამ ესე არ მოხდა ყოველ შემთხვევაში, აზრი ეცვლებათ. ეხლა იმასაც ლაპარაკი ახლა ჩემი თავიდან მოცილება ძალიან ძნელი იქნება, ვინაიდან მე მაქვს არჩევნებში მიღების მონაწილეობის მიღების უფლება და ასე შემდეგ. ამიტომ ნებისმიერი ესკალაცია, მე მგონია, რომ ეს ყველაფერი მოლაპარაკების საფუძველია. თუ მისმა, ასე ვთქვათ, უკუცლამ და მისმა დათმობამ შეიძლება რაღაცა პოზიტივი გამოიწვიოს, რატომ არა?
ისე არის ვერსიები, ვინ შეიძლება იყოს მისი შემცვლელი, თუ კი ის გადადგება, თუ კი არ არის არჩევნების ვერსია და ის დავუშვათ გადადგა. რამდენიმე გვარი პერიოდულად სახელდება ხოლმე, ახლა ხოლმე არის. მხოლოდ კონსტიტუციის ფარგლებში. მხოლოდ კონსტიტუციის ფარგლებში მოვალეობის შემსრულებელი ვინ არის ასეთ დროს? პარლამენტის თავმჯდომარე. სტეფანჩუკი, ხო? სწორედ, მახსოვს გვარი. საინტერესო იქნება, მოკლედ როგორ განვითარდება მოვლენები და რუსეთზე გვინდოდა კითხვა ასევე, თუ კი შედგა ეს მოლაპარაკებები დავუშვათ და რაღაც ტრამპთან და ზელენსკისთანაც, უკრაინასთანაც, კიევთანაც დაალაგდა ურთიერთობა სტაბილიზაციას მიაღწია. ანუ პუტინი მოაწერს ხელს სამშვიდობო შეთანხმებას, ცეცხლის შეწყვეტას და დაუშვებს ევროპელი სამშვიდობოების შესვლას კიევის ტერიტორიაზე. ევროპულ სამშვიდობოებზე საუბარი არ არის. აქ საუბარი არის ჯერჯერობით ცეცხლის შეწყვეტაზე და აი იმ ასე ვთქვათ დეტალებზე საუბრისა, რომელმაც შეიძლება მშვიდობა მოგწეს უბრალოდ. შემდგომ რა ფორმით იქნება ეს გამოხატული, იქნება რაკეტილი საჰაერო სივრცე, იქ იქნება სამშვიდობოები ჩაყენებული სადღაც უკრაინის ტერიტორიაზე თუ გამყოფ ზოლში. ეს ყველაფერი უკვე დეტალებია, რომელზეც შეიძლება საუბარი და ეს ყველაფერი არის აი ვაჭრობის მომენტი, რომელსაც ტრამპი იძახის, რომ მე მაქვს საშუალება, მე მაქვს გამოცდილება და მე შემიძლია შევევაჭრო და მიაღწიო ძალიან დაგებით, ასე ვთქვათ, შედეგებს. კი ბატონო, სხვათა შორის აი ზელენსკიზე როცა ვლაპარაკობდით, მაშინ იყო ინფორმაცია ამერიკასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების დროს, რომ ზელენსკის გადაყენების საკითხი შესაძლოა იქაც განიხილებოდა, პროცენტულ მაჩვენებლებს და რეიტინგებსაც განიხილავდნენო. თავად ზელენსკიც ამბობდა, მე მგონი თუ არ ვცდები. რუსეთისთვის მაინც იქნება ეს გამარჯვება, როგორ გონიათ, თუ შეიცვლება უკრაინის პრეზიდენტი? ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად რადიკალურად რუსეთის მიმართ რადიკალურად განწყობილი პიროვნება გახდება პრეზიდენტი. მე მგონია, რომ დღეს უკრაინაში არ მოიძებნება ისეთი არავინ, ვინც არ იქნება რადიკალურად უარყოფითად განწყობილი რუსეთის ფედერაციის მიმართ. ამიტომ იმის ფიქრი, რომ ზელენსკის შემდეგ შეიძლება ვიღაცა არა პროუკრაინული მოვიდეს ხელისუფლებაში, ამაზე საერთოდ არ არის. აქ თუ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ეს პიროვნება იყოს მისაღები რუსეთის ფედერაციისათვის და Клианат, ну, договорно способны, აი იმ ურთიერთობაზე წამსვლელი, რომელსაც შეერთებული შტატები ხოვებენ დღეს.